ოდესმე გიფიქრიათ, ვინ ხართ სინამდვილეში? არა რა გქვიათ, რას აკეთებთ, რა პროფესია გაქვთ, ან რა როლს ასრულებთ ცხოვრებაში. არამედ ვინ ხართ ამ ყველაფრის მიღმა. სწორედ ამ კითხვასთან ძალიან ახლოს დგას ატმა-კრია იოგა. ატმა ნიშნავს სულს, ჩვენს ჭეშმარიტ მეს, ხოლო კრია მოქმედებას. ამიტომ ატმა-კრია იოგა შეგვიძლია გავიგოთ როგორც მოქმედება საკუთარი სულის გაცნობიერებით. ეს არის იოგისა და მედიტაციის სრული სულიერი სისტემა, რომელიც აერთიანებს სუნთქვით ტექნიკებს, მედიტაციას, მანტრას, მუდრებს, ასანებს და სხვა კრია იოგას პრაქტიკებს. მაგრამ ატმა-კრია იოგის მიზანი მხოლოდ მოდუნება ან გონების დამშვიდება არ არის. მის ცენტრში ბაქტია, ღვთაებრივი სიყვარული. ჩვენ ძალიან ხშირად ბედნიერებას გარეთ ვეძებთ. ვფიქრობთ, როცა ამას მივიღებ, ბედნიერი ვიქნები. როცა ეს ადამიანი შემიყვარებს, ბედნიერი ვიქნები. როცა ჩემი ცხოვრება შეიცვლება, მაშინ ვიპოვი სიმშვიდეს. მაგრამ გარე სამყარო მუდმივად იცვლება. იცვლებიან ადამიანები, გარემოებები, ჩვენი სურვილები. და ის, რასაც დღეს ბედნიერება მოაქვს, ხვალ შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. ატმა-კრია იოგა კი გვასწავლის ყურადღების გარედან შიგნით გულისკენ მიმართვას. და ნელ-ნელა აღმოვაჩენთ, რომ საკუთარ თავში ის სიყვარული, რომელსაც ხშირად მთელი ცხოვრება გარეთ ვეძებთ, ჩვენშია. მისი საბოლოო მიზანი საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების შეცნობა და ღმერთთან პირადი, ცოცხალი ურთიერთობის გაღრმავებაა. ამიტომ ატმა-კრია იოგა მხოლოდ მედიტაციის ტექნიკა არ არის. ეს არის გზა. გზა გონებიდან გულისკენ, გარედან შიგნით, საკუთარი სულისკენ და საბოლოოდ ღმერთისკენ.